კარგი, ნახე ეს. აქ მაქვს ვენტილატორი დამაგრებული მილში და მის უკან ნისლის აპარატი. და რაც შემიძლია გავაკეთო, არის ის, რომ ჰაერს გავუშვებ ვენტილატორის გავლით და ამ საქშენიდან უნდა გამოვიდეს კვამლის ნაკადი. ეხლა სწრაფ დემონსტრაციას ჩაგიტარებთ. ამ კაპის ნაჭრით ჰაერის ცოტათი გადახრა უნდა შევძვო. ასე რომ, მოდი დავატრიალოთ. კარგი, იმედია დაინახეთ, როგორ გადაიხარა კვამლი კაპის ნაჭრით. მაგრამ ნახეთ რა ხდება, როცა მოხრილ ზედაპირს ვიყენებ და ჰაერის ნაკადთან ახლოსდებ. უნდა შეგეძლოთ აშკარად დაინახოთ, როგორ იწევს ჰაერი ქვემოთ მოხრილი ზედაპირის გარშემო. და ეს გამოწვეულია ეფექტით, რომელსაც კოანდას ეფექტი ეწოდება. აბა რა არის კოანდას ეფექტი? როდესაც ჰაერი ან სხვა სითხე მაღალი სიჩქარით გამოდის ნოზლიდან, ის თან მიიზიდავს გარშემო არსებულ მოლეკულებს, როცა იფანტება უძრავ გარემო ჰაერში. მაგრამ როდესაც ზედაპირი ახლოსაა ნაკადთან, ზედაპირსა და სწრაფ ნაკადს შორის ჰაერი მასთან ერთად მიიზიდება. ეს ქმნის დაბალი წნევის ზონას სწრაფად მოძრავ ჰაერსა და ზედაპირს შორის, ხოლო მის ზემოთ არსებული ატმოსფერული ჰაერი ზეწოლას ახდენს ნაკადზე და ამით აკრავს მას მრუდ ზედაპირს. თქვენ შეიძლება გაიფიქროთ, როგორ გამოვიყენებ კოანდას ეფექტს იმისთვის, რომ შევქმნა ბიძგი და ავწიო დრონი მიწიდან. თუ Google-ში ჩაცეთ კოანდას ეფექტის დრონის, ნახავთ ბევრ შედეგს, რომლებიც მფრინავ თეფშებს გავს. და თავდაპირველად ჩანს თითქოს ცენტრში არის პროპელერი, რომელიც ჰაერს პირდაპირ ქვემოთ უბერავს, რათა აწიოს დრონი. მაგრამ სინამდვილეში ამ ფრინავი თეფშის ტიპის დრონების ცენტრში არ არის ხვრელი. ამის ნაცვლად პროპელერის ჰაერის ნაკადი გადის გუმბათის გარეთ და მიხვება მის გარემრუდს კოანდას ეფექტის გამო. ეხლა ეს რაღაცები საკმაოდ მაგარია, მაგრამ მე ნამდვილად ვერ ვხედავ დიდ აზრს თასის ფორმის გუმბათის გამოყენებაში. პროპელერის ქვეშ. ასევე შეგიძლიათ უბრალოდ პროპელერის ჰაერი პირდაპირ ქვემოთ მიმართოთ. ასე რომ, პროპელერის გამოყენების ნაცვლად მინდა გამოვიყენო იმპელერი, რომელიც ძირითადად ჰორიზონტალურად, დისკის სახით, ჰაერს პირდაპირ გარეთ გამოუშვებს და შემდეგ კოანდას ეფექტის გამოყენებით გუმბათის გარემრუდს გაყვება. მოდით სამგანზომილებიანი ბეჭდვით დავბეჭდოთ იმპელერები. რადგან არ მაქვს წარმოდგენა, რა ტიპის იმპელერი იქნება ყველაზე შესაფერისი პროპელერის ჩალის ჩანაცვლებისთვის. ბევრი სხვადასხვა ტიპის დავბეჭდე, საატესტოდ. ზოგი ვერ გაუძლო ძრავის ბრუნვის სიხშირეს. ზოგი კი ძრავისთვის ზედმეტად დიდი დატვირთვა იყო. ბოლოს ამ დიზაინზე შევჩერდი, რადგან ის შედარებით ახლოს იყო დრონის პროპელერთან დენის მოხმალების მხრივ. შემდეგი ნაბიჯია მოვამზადო მოხრილი გუმბათი, რომელიც დამონტაჟდება იმპელერის ქვეშ, რათა ჰაერი ქვემოთ მიმართოს და აწევა უზრუნველყოს. ეხლა გუმბათს სამგანზომილებიანი ბეჭდვით დავამზადებ, რადგან ამ ეტაპზე ეს ჩემთვის ყველაზე სწრაფი და იაფი გამოსავალია. იმისთვის რომ ნაბეჭდი გუმბათი მაქსიმალურად მსუბუქი იყოს, ის ღრუ უნდა იყოს. მაგრამ თითქმის შეუძლებელია ამის დაბეჭდვა ჩვეულებრივ FDM სამგანზომილებიან პრინტერზე, ცენტრში არსებული დიდი გადმოშვერილობის გამო. მაშინაც კი თუ დამხმარე მასალას გამოვიყენებ, ასეთი თხელი ფენით დაბეჭდვა ძალიან რთული იქნება. ამიტომ ეს საცდელი გუმბათი ორ ნაწილად დავბეჭდე და მისი წონა 83 გრამია, პლუს ფენის ხაზები ჰაერის ნაკადის მიმართ პერპენდიკულარულია, ეს იდეალური არ იყო. მერე ჩემი შემდეგი გეგმა იყო გუმბათი ნაჭრებად დამეჭრა, როგორც ნამცხვარი. ასე მე შემეძლებოდა გუმბათი 8 ნაწილად სამგანზომილებიანი პრინტერით დამებეჭ და ისინი ცენტრალურ ჰაბზე მიმემაგრებინა. ამან საკმაოდ ბევრი წონა დაზოგა და არ ვარ დარწმუნებული, რომ სამგანზომილებიანი ბეჭდვის ტექნიკით შეიძლება კიდევ უფრო მსუბუქი გამოვიდეს. შემდეგი ნაბიჯი იყო ძრავისა და იმპელერის გუმბათზე დამაგრება და შემოწმება, მართლაც თუ მიემართება ჰაერი ქვემოთ კოანდას ეფექტის გამო. და ეს საკმაოდ იმედის მომცემად გამოიყურება. შემდეგ მე დავაკენე ბიძგის სატესტო სტენდი, ტრადიციული დრონის ძრავითა და პროპელერით, რათა საკონტროლო მონაცემები მიმეღო. ამ მოწყობილობამ გამოიმუშავა 10.28 ნიუტონის ბიძგი და მოიხმარა 346 ვატი. შემდეგ პროპელერი ჩავანაცვლე იმპელერით და მიომაგრე იგი გუმბათზე.
ამან გამოიმუშავა 1.84 ნიუტონის ბიძგი და მოიხმარა 324 ვატი, რაც უკიდურესად ლინგრენში ვანგია. მაგრამ მაინც ნელი მოძრაობით ძალიან მაგრად გამოიყურება. მოდით გავაგრძელოთ აშენება. გუმბათის კონსტრუქციის კიდევ 3-ჯერ გამეორება ძალიან სასიამოვნო არ იყო. ამდენი სია იწებოს ორთქლით. მაგრამ მაინც, კარგია რომ ხელებისთვის მსუბუქი ნახშირბადის ბოძები არ ავირჩიე, რადგან მათი დაჭრა და ნახშირბადის ტვრის გაკეთება დამჭირდებოდა. ამის გარდა, ამ მოწყობილობის ასაშენებლად ძველი, მუშა დრონიდან მოტორები გამოვიქანებ. როცა მკლავები გუმბათებს მივამაგრე და კვადროკოპტერის ფორმაში დავალაგე, როგორც იყო დაგეგმილი, ის ჩინური ფარნების ფორმაციას ჰგავდა. ან რამდენიმე სალათის თასს. ელექტრონიკის დაკენებისა და ძრავების დაპაიკების შემდეგ დადგა დრო. დამეყენებინა იმპელერები და მენახა, გაფრინდებოდა თუ არა ეს რამე. კარგი, დავიწყოთ პირველი ტესტი, კოანდას ეფექტზე მომუშავე დრონის. ეს რაღაცნაირად გამოვიდა. სრული სიმძლავრე სჭირდება რომ მიწიდან აიწიოს. ასე რომ ცოტა ნერვიულობ რომ ძრავები არ გადახურდეს. ერთ-ერთი იმპელერი მოტორზე მოშვებული. ამიტომ ეხლა მივალ და მოუჭერ. ასევე მივცე მოტორებს საშუალებას ცოტა გაგრილდნენ. ეს ძალიან მოკლე ფრენა იყო. მაგრამ გონია რომ ისინი საკმაოდ გატბებიან, რადგან ახლახან სრული სიმძლავრით მუშაობდი. უბრალოდ რომ მიწიდან ამეცია. ასე რომ, დრონი ნამდვილად დაფრინავს, მაგრამ იდეალური არ არის. დრონის სრული წონა 890 გრამს შეადგენს და მას მხოლოდ 750 გრამი აწევის ძალის გამომუშავება შეუძლია. ამიტომ ის მხოლოდ მიწის ეფექტში ახერხებს ჰაერში გაჩერებას, ისიც სრული სიმძლავრით, რაც ძრავებს ძალიან სწრაფად ახურებს. შემდეგ გადავწყვიტე სხვადასხვა იმპელერის დიზაინები მეცადა, მაგრამ უშედეგოდ. მათ შორის ეს უცნაური დიზაინიც, რომელმაც ძრავები უფრო გრილად შეინარჩუნა, მაგრამ ბიძგი საერთოდ არ გაზარდა. შემდეგ წადე წონის შემცირება, როცა ბატარეა გრძელი მავთულით დავამაგრე და ასე ავაფრინე. მაგრამ ისე უჭირდა მიწის ეფექტიდან გამოსვლა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს რამდენიმე სატესტო ფრენა საკმაოდ კარგად წარიმართა. ეს ამტკიცებს, რომ შეგიძლია გამოიყენო კოანდას ეფექტი. მიმართო გადახლას. ჰორიზონტალური ჰაერის ნაკადი ვერტიკალურად დაბლა მიმართო, რათა აწიო დრონი. თუმცა ეს წარმოუდგენლად არაეფექტურია. რაც არ უნდა გამეკეთებინა ამ მოწყობილობისთვის, ის უბრალოდ ვერ გამოდიოდა მიწის ეფექტიდან. მაშინაც კი როცა ბატარეის წონა და ყველა სახის იმპელერის დიზაინი ამოღებული მქონდა, არც კი ვიცი რამდენი. იმპელერი. იმდენი სხვადასხვა იმპელერია, რომ იქ კიდე გროა. სხვადასხვა კუთხის პირები, სხვადასხვა სიმაღლე, სხვადასხვა დიამეტრი, სხვადასხვა რაოდენობის პირები. არ აქვს მნიშვნელობა რას ვაკეთებ. მას უბრალოდ საკმარისი ბიძგი არ აქვს. ამიტომ ვფიქრობ, როგორც ბოლო მცდელობა, რომ ეს რაღაცა გაფრინდეს, ისევ კოანდას ეფექტის გამოყენებით, მაგრამ უბრალოდ. ამ იმპელერების მოშორებით ვაპირებ გამოვიტენო ტრადიციული დრონის პროპელერები. მოტორების ოდნავ აწევა მომიცავს.
და რაღაც სახის ჰაერის არხი დავაბენო, რომ ჰაერი გადამისამართოს. Propellerიდან, გარე მიმართულებით. და შემდეგ იმედია ის კვლავ გამოიყენებს Quandas ეფექტს, რომ ჰაერი ქვემოთ მიმართოს. მაგრამ უბრალოდ ოდნავ უფრო. ეფექტური. ბიძგის წარმოქმნის ხერხით. ყველა ძრავა გადაეწება და მოიხსნა სამაგრებებიდან. შემდეგ კი სამგანზომილებიანად დაბეჭდილ გაგრძელებაზე დამაგრდა. თავდაპირველ ძრავის სამაგრებდა ხელახლა მიმაგრების შემდეგ ისინი ოდნავ აციეს, რათა პროპელერის ჰაერის ნაკადს გვერდით გაევლო. შემდეგ ყველა ძრავა ხელახლა გადაეწება და მომზადდა კიდევ ერთი სატესტო ფრენისთვის. აი დავიწყეთ. ბოლო მცდელობა ტრადიციული პროპელერებით. როგორ რბილაჯრებს. მართო, ბევრად უფრო მარტივ. ვიტყოდი რომ ეს ცუდი მიწის ეფექტია. მხოლოდ ნახევარ გაზზე ვარ, ასე რომ ბევრად უკეთ დაფრინდი. ასე რომ ისევ იყენებს Quandas ეფექტს, მაგრამ ბევრად უკეთ დაფრინოს. დაახლოებით ნახევარ გაზზე აფრინდება. როგორ მიხარია. მიხარია, მაგრამ თან უბრაზობ, რომ ჩემმა იმპელერებმა კარგად არ იმუშავა. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეხლა ეს უბრალოდ ჩვეულებრივი დრონია, რომელსაც ქვემოთ რამდენიმე დიდი პომიდრის მსგავსი რამ აქვს მიმაგრებული. მაგრამ სინამდვილეში ის ამ წევძალას ქმნის Quandas ეფექტის გამო. გუმბათების დიამეტრი ბევრად უფრო დიდია ვიდრე პროპელერების და შესაბამისად, ბიძგი მხოლოდ მრუდე ზედაპირებზე შეიძლება გავრცელდეს. რამდენიმე ფრენის შემდეგ ერთი რამ შევნიშნე. აპარატზე ძლიერი მიწის ეფექტი მოქმედებს. ტრადიციული დრონი მიწის ეფექტს განიცდის, მაგრამ არასდროს მიფრენია დრონით, რომელიც ასე ჰაერის ბალიშზე ტივტივებს. მას შეუძლია მიწის ეფექტის ზონიდან გაფრენა, მაგრამ ამისთვის გაცილებით მეტი ენერგიის მოხმარებაა საჭირო. ასევე ქარში უფრო მეტად ირხევა. ამ პროექტზე კვლევისას ადრაც დავიკითხე, რომ თითქოს Quandas ეფექტის გამოყენებით დრონის ჰაერის ნაკადის ქვემოთ მიმართვა ამით აწევა რეალურად ზრდის დრონის ეფექტურობას. რაც ამ პროექტის შესრულების შემდეგ მიჭირს დავიჯერო. თეორია კი ასეთია. გუმბათის ზედა ნაწილზე სწრაფად მოძრავი ჰაერი დაბალი წნევისაა, ვიდრე გუმბათის ქვემოთ არსებული ჰაერის ნაკადი ან უძრავი ჰაერი. და ეს ზემოთ წევს დრონს. დაახლოებით ისე როგორც თვითფრინავის ფრთის ზემოთ. და ქვემოთ წნევის სხვაობა მუშაობს. ეხლა ეს შეიძლება შესაძლებელი იყოს, თუ გექნებოდათ ძალიან ეფექტური ძრავის სისტემა, მაგალითად ძალიან ეფექტურად დაპროექტებული. Impelleri. და ასევე შესაძლოა სხვადასხვა ზომის გუმბათები. თუ გაზრდით გუმბათის დიამეტრს, გაზრდით ზედაპირის ფართობს, რაც ამ წნევის სხვაობის ეფექტს უფრო დიდს გახდის. ამიტომ ის ოდნავ მეტად აიწევს. ასევე ვარაუდობ, რომ უნდა შეადაროთ მას მსგავსი წონის დრონს, რათა გუმბათების წონა უმნიშვნელო იყოს. რადგან თუ ამ გუმბათებს მოხსნი, დრონი ბევრად სუბუქი იქნება. თუნდაც ეს გუმბათები ვაკუუმფორმირების ტექნიკით, ან ნახშირბადის ბოჭკოთი ან მსგავსი მასალი დამემზადებინა. დამატებული მასა მაინც დრონის ეფექტურობას, როგორც ვარაუდობ, შეამცირებდა. ასევე ძლიერი ქარის ან მაღალი სიჩქარის დროს ფრენის მახასიათებლები ამ მოწყობილობით ალბათ კოშმარი იქნებოდა. ეს მაინც და მაინც აეროდინამიკური არა. მართლა შტაბეჭდილება მოახდინა იმ მიწის ეფექტმა, რაც ამ დრონმა განიცადა. ძალიან ძლიერი ჰაერის ბალიშია, რომელზეც ის ტივტივებს. და რაც მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით არის ის,
მოდის თუ არა ჰაერის ნაკადი, რომელიც გადის გუმბათის ზედა ნაწილზე, ჩვეულებრივი დრონის მსგავსად, როცა ჰაერის ნაკადი მიწას ეჯახება, ის გარეთ ვრცელდება. მაგრამ ამ შემთხვევაში მაინტერესებს, ხომ არ გადადის მისი ნაწილი გუმბათის ქვეშ და თითქმის ისე, რომ ქვეშ წნევას ქმნის. ზუსტად როგორ? დარწმუნებული არ ვარ. მუშაობს თუ არა ეს, მაგრამ ჰაერის ბალში, რომელზეც ის მიწის ეფექტზე ტივტივებს, მართლაც ძლიერია. საინტერესო იქნებოდა გვენახა, შეიძლებოდა თუ არა ამის მოდიფიცირება თითქმის მიწის ეფექტის hovercraft-ად. ანუ Coandas ეფექტი, მიწის ეფექტი hovercraft-ი. და ასევე ვნახოთ, სჭირდება თუ არა მას მაინც გიროსკოპების სტაბილიზაციისთვის. რადგან hovercraft-ებს აქტიური სტაბილიზაცია არ სჭირდებათ, ისინი უბრალოდ ჰაერის ბალიშზე სხედან მიწის ზემოთ. აი ესე, გვაქვს დრონი, რომელიც პროპულსიისთვის Coandas ეფექტს იყენებს. ცოტა იმედგაცრუებაა, რომ ამ იმპელერებმა ისე კარგად არ იმუშავეს, როგორც მე მეგონა. მართლა მინდოდა. მინდოდა ამ მოწყობილობას ნორმალურად ეფრინა და შემდეგ მისი ეფექტურობა ტრადიციულ დრონთან შემედარებინა. თუმცა პროექტის შუაში მივხვდი, რომ ეს მოწყობილობა ტრადიციულ დრონთან ეფექტურობით საერთოდ ვერ შეედრება. ეფექტურობა საშინელია. მაგრამ ბევრი რამ ვისწავლე და ნამდვილად მინდა მიწის ეფექტის თემა კიდევ უფრო მეტად გამოვიკლიო. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, ძალიან კარგი იქნებოდა თუ ქვემოთ მოწონებას დააწევოდით. თუ ჩემს სახზე ახალი ხარ და გსურთ სხვა გიჟური დრონის პროექტების ნახვა, მაშინ ქვემოთ გამოწერას დააწეკით. მინდა მადლობა გადაუხადოთ ჩემს პატრონებს მხარდაჭერისთვის patreon.com-ზე. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ამ პროექტებს შესაძლებლობას ხდის. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და შემდეგ პროექტში შევხვდებით. ნახვამდის.